მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider და როგორც კვირის დასაწყისში ვამბობდით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები იქნებოდა და მართლაც განსაკუთრებული სიახლე ენერგოსექტორისთვის 1 მილიარდი ლარის ჩამოწერა სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიებისთვის. ჩვენ ნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი აღნიშნულთან დაკავშირებით და პრაქტიკულად ეს არის სრულად ახალი სიცოცხლის შესაძლებლობა ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ამ სექტორშია ჩართული. როგორც შემდგომ უკვე ეკონომიკის რადი განვითარების მინისტრმა კაპიტანმა მარიამ ხრუშულმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით და ამავდროულად ცხადია ეს პროცესი მნიშვნელოვანწილად გააჯანსაღებს სექტორს და ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ მთლიან პერიოდის განმავლობაში და ბოლო თვეების განმავლობაში იყო მუდმივი დიალოგი სექტორთან, ცხადია იმ პროცესის ანალოგიის, ასე ვთქვათ, პარალელურად, იმ პროცესის პარალელურად, რომელიც მიმდინარეობდა მთლიანობაში სექტორის ანალიზის კუთხით, დიალოგი სექტორთან, რომელმაც გამოიღო ის შედეგი, რომელიც ახლა, თუმცა ცხადია ამ შემთხვევაში არსებობს დათქმა და ეს დათქმა არის სწორედ ის, რომ ახალი ურთიერთპასუხისმგებლობით იწყება ურთიერთობა და შესაბამისად გონივრული ვალდებულებები არის ის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის კომპანიებს ჭირდებათ, რომ აიღონ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გვესმოდა სხვადასხვა ციფრები, მაგრამ კონკრეტული მაჩვენებლები მოვისმინეთ ჩვენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სექტორში დაზოგილია 359 მილიონი ლარი და ყოველწლიურ ჭრილში დამატებით 25 მილიონი ლარის დაზოგვა ხდება. ნუ მართლაც ფანტასტიკურია, ერთი წლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ჩვენ საუბრობთ 374 მილიონ ლარზე ჯამში. მართლა შთამბეჭდავი ციფრებია და რაც მთავარია, ასევე კონკრეტული მესეჯი, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, არის ის, რომ ეს თანხა მოხმარდება კვლავ სექტორს, ჩაბრუნდება სექტორში. მარტივად თუ ჩვენ გვაქვს ახლა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის დამატებითი ბუსტი ხელშემწყობი იქნება სწორედ ეს თანხები უკვე შემდგომი წლის ჭრილში, ვინაიდან პროცესი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყებულია. ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჩვენ ველით ასევე ძალიან მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას, კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით, თუმცა ამ საკითხებზე უკვე სჯობს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ ბატონ რევაზ სუხაძეს ვსაუბრობთ. ბატონ რევაზ, მოგესალმებით. მადლობას გიხდით Business Insider-ში მედიცინაში მობრძანებისათვის და ერიქით მადლობა თქვენ მოწვევისთვის. უღრესი მადლობა. სწორედ ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე პროექტებზე მინდა რომ ვიმსჯელოთ, რა ვითარება გვაქვს დღეს, ასე ვთქვათ, წლის ბოლოა ფაქტიურად და ეთერამდე ვსაუბრობდით, რომ გუშინ კიდევ ერთ-ერთი რეგიონიდან დაბრუნდით. რა ხდება რეგიონებში, რა ხდება ძირითად პროექტებთან მიმართებაში? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენ სამინისტროში. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენი სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელსაც მართლა არაორდინალურ პირობებში უწევთ დღეს მუშაობა და მინდა კიდევ ერთხელ მათ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველაფრისთვის ამისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ჩვენი სამინისტროს მიმართულებით. ეს არის სისტემური ცვლილებები, რაც აუცილებელია. ჩვენ გარკვეული ანალიზი ჩავატარეთ, თუ რატო ხდებოდა, რატო იყო ის პრობლემები, რომელიც ამ სექტორში დაგვხვდა და შესაბამისად ეხლა ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ ამ მიმართულებით გამოვასწოროთ სიტუაცია, ახალი მეთოდები დავნერგოთ, ახალი მიდგომები დავნერგოთ, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს იმ შედეგს, რომ ჩვენ ამ სექტორს გავაჯანსაღებთ და სახელმწიფოს ექნება საშუალება, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც საკმაოდ რთულია ყოველთვის, სირთულეებით ხასიათდება, გვაქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემას ნელ-ნელა გავუმკლავდებით და უკვე მომავალი წლიდან საერთოდ ახალ მოცემულობაში მოგვიწევს მუშაობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამინისტროს წარმატებად, ჩვენ პირადად, ჩვენ
ამ შემთხვევაში სამინისტრო და მთავრობა არ ჩავთვლით მხოლოდ იმას, რომ ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. ჩვენთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ასევე იქნება ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა ამ ბაზარზე და ჩამოყალიბება ამ ბაზარზე. ეს იქნება სამშენებლო მიმართულებით თუ საგზაო მიმართულებით. ძლიერი კომპანიები, ეს არის ის გარანტია, ის წინაპირობა, რაც ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ შეგვეშინდება არანაირი სირთულის პროექტის დაწყება და განხორციელება და ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის. კომპანიებსაც უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად მათაც უჭირთ დღეს ახალ რეალობასთან, ახალ მიდგომებთან გამკლავება, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერით და გვერდში დგომით ჩვენ ყველა კომპანიას უყურებთ როგორც პარტნიორს და ჩვენ გვინდა რომ მათ მოახერხონ თავისი პრობლემების მოგვარება და შემდგომში უკვე ამ მათთვის ასე ვთქვათ, მათი პრობლემების მოგვარების შედეგად ეს ყველაფერი აისახოს იმ პროექტებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად თქვენ კარგად იცით თეთრიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, რომელიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად იყო მავნე პრაქტიკა ჩამოყალიბებული თეთრიასთან განუმარტოთ აი მოსახლეობას კიდევ ერთხელ რაც ეს იყო, როდესაც თეთრიაში მოხვედრა საკმაოდ ადვილი პროცედურა არის და იმ შემდგომ რაც კომპანია ხვდებოდა თეთრიაში მას გარკვეული ბენეფიტები ჰქონდა, ეს შეეხებოდა ძირითადად ავანსის გარანტიების ნაწილში, სახელმწიფო იღებდა ავანს იმისთვის, რომ რაღაც პროექტი დაეწყო. ჩვენ ვაძლევდით კომპანიებს ავანს, ოღონდ უზრუნველყოფის სახით, მხოლოდ ნახევრის გარანტიას ვთხოვდით, რაც საბოლოო ჯამში იწვევდა იმას, რომ გარკვეული თანხები იყო არაუზრუნველყოფილი, რაც საკმაოდ დიდი რისკის შემცველი არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიებთან და გარკვეულწილად შევჯერდით ახალ მოდელზე, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამ მიმართულებით სიტუაცია შეიცვლება და 2029 წლიდან ჩვენ საერთოდ ახალ მოდელზე გადავალთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. უნდა ითქვას, რომ აქვე აღნიშნოთ, რომ ერთი მიმართულება, რომ ჩვენ გავამკაცრეთ ხარისხთან დაკავშირებით მიდგომები, გამკაცრდა ვადებთან დაკავშირებით მიდგომები, თუმცა ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ კომპანიების მოსაზრებები და რა თქმა უნდა ეს ლოგიკური იყო, რომ მათ შორის ფასების ფასწარმოქმნის თემასთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა გარკვეულწილად არასწორი, არარელევანტური ფასებით ტენდერების გამოცხადება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება ერთის მხრივ, რომ ფასების ფორმირებაში თავად იქნება ჩართული, რომ ეს საბაზრო ფასით მოხდეს შეფასება ტენდერის. თქვენ ხშირად მოგისმენიათ ალბათ პრემიერიც, ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ ხარშთ ეფექტურობაზე, თუმცა ხარშთ ეფექტურობაში არ იგულისხმება ის, რომ ჩვენ გვაქვს იმის ილუზია, რომ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად შეიძლება რაიმე გააკეთო ან ააშენო ხარისხიანად. აქ საუბარი არის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, რომ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულების, რა თქმა უნდა კონკურენციის შედეგად იმედი გვაქვს, რომ ყველაზე მინიმალური, მაგრამ საბაზრო ფასი სახელმწიფო ტენდერებში და ზუსტად ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, როდესაც დღეს უკვე სხვა ფორმულით, სხვა მექანიზმებით ხდება ფასის დადგენა. და სახელმწიფო შეისწავლის ბაზარზე რა თქმა უნდა, დღეს აქტიურად არის ამ პროცესში სამხარაულის ბიურო ჩართული, მათი მონაწილეობით ხდება ეს პროცესი და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი გაჯანსაღების მიმართულება კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც მუდმივი კონსულტაციები გვაქვს, მათ შორის სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან, ეს იქნება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია თუ სხვა, კიდევ ერთხელ მათ მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ თანამშრომლობისთვის და მეორე მიმართულება არის სამშენებლო ნორმები. ამ ხრივაც დაუწყეთ აქტიური მუშაობა, ეკონომიკის სამინისტრო არის ამაში აქტიურად ჩართული და ჩვენ უკვე მომავალი წლის ბოლოდან გადავალთ ევროკოდებზე, ევრონორმებზე, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სწორი, როდესაც დღეს საქართველოში მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება 80-იანი წლების ნორმები.
ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ზუსტად ის პროდუქტი მივიღოთ, რა პროდუქტიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად არის გამოყენებული იმისთვის, რომ და ზოგადად პროცესის სწორად გაანალიზების და დანახვის შემდგომ მთავარი გამოწვევა რაც იყო, ეს იყო არასწორი პროექტები, როდესაც ძირითადად თქვენ იცით ეგრეთ წოდებული design build-ის მეთოდით ტენდერების ჩატარება, რაც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი არის, თუმცა ეს უნდა იყოს გარკვეულწილად სპეციფიკური მიმართულებებით, სადაც სხვა, ასე ვთქვათ, ალტერნატივა უფრო სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან იყო ეს ამან მიიღო სისტემური ხასიათი და ყველა ნებისმიერი ტენდერი ცხადდებოდა design build-ით, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და დღეს მიმდინარეობს აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. აქ კიდე ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით მაგალითად კონკურსების მხრივ, როდესაც ყველა პროექტთან დაკავშირებით ვაცხადებთ არქიტექტურულ კონკურსს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ იმისთვის, რომ ჩვენ ხარისხიანი პროექტი მივიღოთ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ პროექტების განხორციელება დროში იქნება გონივრულ დროში იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ნაკლები ხარვეზი იქნება, ნაკლები გადაცდომა იქნება, რაც პროცესში, რა თქმა უნდა, იწვევდა ხოლმე დროის გადავადებას და ამასთანავე მნიშვნელოვანი სექტორი, რაც არის არქიტექტურა, ქართული არქიტექტურა, ამ სექტორის გამოცოცხლება გამოიწვია, გაძლიერება გამოიწვია, საკმაოდ დიდი ინვესტიცია გამოდის, რასაც ჩვენ ვდებთ დღეს ამ სექტორში და ესეც ნებისმიერი სექტორის გაძლიერება საბოლოო ჯამში ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს. რაც უფრო ძლიერი არქიტექტურული კომპანიები იქნება ჩვენს ქვეყანაში და ისინი აქ იქნებიან აქტიურად ჩართული აღშენებლობის პროცესში, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე ეს კომპანიები იქცევიან გახდებიან საექსპორტო პოტენციალის მატარებლები, როცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ძლიერი უკვე გამოცდილი არქიტექტურები სხვა ქვეყნებში დააპროექტებენ ძალიან საინტერესო ობიექტებს. და ერთს დავასრულებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან არქიტექტორები საკმაოდ ჩვენ გრძნობდით, რომ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, თუმცა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე ძალიან დიდი მათი ჩართულობა თითოეულ პროექტზე არის ხოლმე 8-10 კონკურსანტი და უკვე საკონკურსო კომისიას უჭირს გადაწყვეტილების მიღება, იმდენად ძალიან მაღალი ხარისხის პროექტები გვაქვს წარმოდგენილი და მგონია, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ქმედება, რომელიც ჩვენ გადავდგით. კი ბატონო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კომპანიების გაძლიერება, მათ შორის არქიტექტურის მიმართულებით და ხედავთ თქვენს აქტიურ დიალოგს, მათ შორის ერთ-ერთ ნაწილს მეც ვესწრებოდ ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნეთ და ხედავ კომპანიების ჩართულობასაც ამ კუთხით და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ აუცილებლად მიმდინარე პერიოდში წლის ბოლოს რა ძირითადი პროექტების ნაწილს ველოდებით, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ეს ნაწილი ვთქვათ და რა იქნება პრიორიტეტები პრინციპში უკვე შემდგომი წლიდან, ვინაიდან ყველა ის ანალიზი ძირითადი გადახედვა მოხერხდა და ბუნებრივად ცხადია ველოდებით უფრო გააქტიურებულ მუშაობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იცით, რომ ჩვენ მუშაობთ აქტიურად 11 წლიან სტრატეგიულ გეგმაზე და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული, მათ შორის მომავალ წელს იქნება ამ გეგმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და კულტურული ინფრასტრუქტურის აშენებას ჩვენს მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ დაბაში, სოფელში, მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ამ სერვისებთან და ჩვენ აუცილებლად უახლოეს წლების განმავლობაში უზრუნველყოფთ იმას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტები სრულად იქნება ამ სერვისებით დაფარული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და სერიოზული გამოწვევა დღეს ჩვენთვის სასკოლო ინფრასტრუქტურა და იცით, რომ განათლების რეფორმა, რომელიც დაანონსდა ამ რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი თავარი გამოწვევა არის სასკოლო ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები დღეს და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ეს პრობლემები გადავჭრათ და აქტიურად დავიწყოთ ახალი ტალღა სკოლების მშენებლობის. მნიშვნელოვანი არის საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით იმ პროექტებს, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ უკვე მომავალი წლიდან, ეს არის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აქტიურად დაიწყება მომავალ წელს. 5 ლოტი არის ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს არამხოლოდ ქვეყნის დერეფნის
სატრანსპორტო დერეფნის კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ თბილისშიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ კახეთის მიმართულებით გაგრძელდება მაგისტრალის მშენებლობა. მართლაც კომფორტული არსებულ სიარული უკვე არსებულ მონაკოძეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე ზაფხულში შემდგომი ლოტიც გაიხსნება, ეს არის საგარეჯო ბადიაურის. ასევე ჩვენ მინდა და თქვენს მაყურებელს უთხრა, რომ უახლოეს დღეებში რიკოთის მონაკვეთი, რომელიც დღეს ორმხრივად არის, ასევე მოხდება ამ მონაკვეთის გახსნა. გურიაში მოხდება 8 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა ასევე უახლოეს დღეებში. და ჩვენ ვფიქრობთ ამ წელს და ვფიქრობთ რომ მომავალ წელს ბათუმამდე ჩასვლა ჩვენ უკვე ძალიან კომფორტულად და მცირე დროში შეგვეძლება და ასევე შიდა სახელმწიფოებრივი გზების მიმართულებით ჩვენ აქტიურად დავიწყებთ პროექტების განხორციელებას. ვარაუდობთ რომ 400 კილომეტრზე მეტ ახალ რეაბილიტირებულ გზას შევძლებთ რომ მომავალ წელს უკვე ჩვენო მოსახლეობამ ისარგებლოს ამ ინფრასტრუქტურით. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მართლა საინტერესო სიახლეები გველოდება წლის ბოლოს და როგორც ჩანს კიდევ უფრო აქტიური წელი 2026-ში და ბუნებრივია ჩვენ მივადევდეთ თვალყურს თქვენს ამ აქტივობებს და რა თქმა უნდა ყოველთვის დიდი სიამოვნებით იმას წარმატებას გესურვებთ. დიდი მადლობა. ბიზნეს ინსაიდერი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით ორშაბათს.